ბათქა ბუთქი არ ამწყდარა სოფელში. გურიაში ჩოხატაურში მაიკო ჭაფოძე წარუგზავნეთ იმისთვის, რომ კალანდას დასახვედ სამზადის დაგვასწროს. დილამშვიდობის მაიკო. მოგესალმებით მაიკო. დილამშვიდობისა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლიდან მოგესალმებით, სადაც ხვალ ანსამბლი ილეკრო კონცერტს გამართავს, მას შემდეგ რაც გურულებით 13 ღამე კალანდას იზეიმებენ, მეორე დღეს შეუძლიათ ილეკროს საიუბილეო კონცერტზე გაატარონ დრო კარგად. წარმოგიდგენთ ბატონ ემზარ სანიკიძეს, ანსამბლის ხელმძღვანელს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ილოცავთ წინასწარ კალანდას მრავალსაერთო. იცოცხლეთ, მეც მინდა მოულოცო, ვისარგებლო თქვენი ეთერით. საქართველოს მინდა მიულოცო შობა ახალი წელი, გურიას განსაკუთრებულად, იმიტომ გურულები განსაკუთრებით აღნიშნავ კალანდრის დასასრულს, მინდა ვისურვო სიკეთე, სიყვარული, სიმრავლე და რა თქმა უნდა ეკონომიური სიძლიერე ჩემ ქვეყანას. ბატონო ემზარ, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ილეკრო 10 წლისაა, თვალი რომ გადაავლოთ ისტორიას და ეს 10 წელი რო შეგვიჯამოთ. ძალიან ცოტა დრო 10 წელი. ჩემი ანსამბლის ძალიან ბევრი წარმატებას მიაღწია აქედან გამომდინარე. და უკვე მესამე თაობაზე მიდის შეცვლა. მე მინდა რომ ხვანდელი განსაკუთრებული დღე არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. პირველი საანგარიშო კონცერტს აკეთებს ანსამბლი, რასაც ქვია სოლო კონცერტი, 18 ნომრით წარდგება ჩოხატაურის მაყურებლის წინაშე. რა პროგრამა არის გაწერილი? რა პროგრამა გექნება? პროგრამა არის საქართველოს მთელი კუთხეებია ჩამოთვლილი თითქმის ისტორიულად. რაც კი გვაქვს ქართული ცეკვებში ისტორიულად ყველა ცეკვა წარმოადგენს ანსამბლს. გასაგებია, ახლა აფხაზურს გთავაზობენ მოცეკვავეები. სიურპრიზად გავუკეთეთ გურია ცოტა. გასაგებია, მადლობა ბატონო ემზარ, დაგემშვიდობებით, მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც. წინასწარ გილოცავთ კალანდას მრავალს და ეს წარით ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩოხატაურელ მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ანსამბლ ილეკროს კონცერტი ხვალ 3 საათზე გაიმართება ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში. ახლა კი გიტოვებთ ცეკვას აფხაზური.